თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 3 პირი დამნაშავედ ცნო. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტში 2022 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში სასამართლო განჩინების საფუძველზე ამოღებული იქნა დანაშაულში მონაწილე პირთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა, ასევე დაყადაღდა მათ საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული უძრავი ქონებები. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებები დადასტურდა, რომ მსჯავრდებულებმა დანაშაულის ერთ-ერთ ორგანიზატორს, რომლის კუთვნილი აქტივებიც პროკურატურამ ამოიღო და დააყადაღა, დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობისა და პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების, მისი ინტერესების შესაბამისად დასრულების სრულ დაპირებით ეტაპობრივად მოტყუებით გამოართვეს 2.460.000 ამერიკული დოლარი, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ურთიერთშორის გაინაწილეს. შემდგომში ფულის გათეთრების მიზნით მოტყუები დაუფლებული თანხების დანაწევრებით და მათი უკანონო წარმომავლობის შენიღბით მსჯავრდებულებმა ოჯახის წევრების და ნათესავების სახელზე ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონებები შეიძინეს, რა გზითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ ფიზიკურ პირებს სასჯელის სახე და ზომა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. განაჩენით მსჯავრდებულებს სახელმწიფო სასარგებლოდ ჩამოერთვათ დაახლოებით 4 მილიონი ლარის ღირებულების უკანონოდ მოპოვებული აქტივები, თანხა და უძრავ-მოძრავი ქონება.